მათ წამოწიეს მულტივექტორული პოლიტიკის საკითხი, მაგრამ არ ატარებენ მულტივექტორულ პოლიტიკას. ამაზე შევთანხმდით, მეც იმედია ვიმსჯელებთ მაგაზე. რა არის და არის ის, რომ მულტივექტორული პოლიტიკა შეიგრძნობა როგორც მათ დისკურსებში, თუ შევხედავთ მათ ანალიზებს, დისკურს ანალიზებს, ყოველდღიურობაში, ანუ ყოველდღიურ რაღაცებს, არა მარტო მულტივექტორული პოლიტიკა საგარეო, არამედ შიდაც და ასევე შიდა პოლიტიკაც ყველა საკითხში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ პოპულიზმია ჩვეულებრივ. ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკა გვაქვს მარტო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და უნგრეთში ორბანთან. ანუ სლოვაკეთთანაც კი ვერ ინარჩუნებენ საგარეო პოლიტიკას. საქართველო არის დასავლეთის მხრიდან სრულ იზოლაციონიზმში. აი რო შეხედოთ, ჩვენ ხო პოლიტიკას ვწავლობთ, პოლიტიკურად უყურებთ რაღაცებს. დიპლომატიურ საკითხებში ვისთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ქართულ ოცნებას? საქართველოს როგორც სახელმწიფოს ვისთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა? საგარეო პოლიტიკის მულტივექტორობა ვერ იქნება გამსაზღვრელი რაღაცის ანალიზის, იმიტომ რომ არ აქვს. მე მგონია რომ ნელ-ნელა კი, იმიტომ რომ ტრისხატი იქნება, გარყვნილი ევროპა ვიცით უკვე გაილია ეგ საკითხი, ეხლა არის ეს გლობალური ომის პარტია Deep State-ი, ასევე არის პოლიტიკური არასტაბილურობა და ცუდი ადამიანის უფლებების პოზიციონირება ევროპის ქვეყნებში, ანუ ბევრი საკითხია, რომლითაც მტრისხატის გამკვიდრებას ცდილობენ ნელ-ნელა ჩანაცვლებით, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ მაგას ხედავთ 2012 წლიდან პრინციპში, ხო, ანუ ერთიანად ვერ ჩაანაცვლებ ევროპის როგორც იდეას. ეშინიათ მაინც, ამიტომ ნელ-ნელა ჩანაცვლება არა მარტო მულტივექტორულობით, დაბნევით და ელექტორატის დაბნევით და იმ ტრისხატის შექმნით. საითკენ მიდის არ ვიცი, უბრალოდ დრო გვაჩვენებს, მაგრამ კარგისკენ არაფერსკენ, ფაქტია, რომ სრული იზოლაცია აქვს დასავლური საქართველოს.